საზოგადოება ივერიისა საქართველოს პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა. მისი საქმიანობა მახათას მთაზე, ღვთისმშობლის სახელზე აშენებული ტაძრით დაიწყო. დღეს საზოგადოება ივერიისა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. პირველი ქვა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ასაშენებლად საზოგადოებამ დადო. საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ამ ეროვნულ საქმეში საქართველოს მოქალაქეები საზოგადოება ივერიისამ ჩართო და გააერთიანა. მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი უსაყვარლესია ჩემთვის. განსაკუთრებით ბედნიერება ის, თუ კი შენს გაქვს ამაში გარკვეული წვლილი შეტანილი ესეთ. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ, თუნდაც ერთი ლარი, მიზერული, მაგრამ შენი შენატანი. ჩვენ თვალწინ შეიქმნა სიწმინდე. დახეიბრებულ სულს ყავარჯენივით რო ჭირდება. თან თავშესაფარეა, სადაც შენ გინდა რომ შენი დაცულობა იგრძნო, რომ თავი შეაფარო. და ამავე დროს იქვე ხვდები, რომ ეს შენი დამცველი და ეს თავშესაფარი თვითონ არის დასაცავი. და შენ უნდა მზად უნდა იყო, რომ ეს დაიცვა. როცა გძნობ, რომ შენ რაღაც გარკვეული წვლილი გაქვს მიგიწვის აი ამ ეკლესიის მშენებლობაში, შენ რაღაც უფრო ღვთისმსნიერი ხდები. ძალიან იშვიათია, როცა ქვეყანა ერთიანდება ერთი მნიშვნელოვანი მიზნისთვის. ეს ხშირად არ ხდება და ეს მოხდა ზუსტად მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის დროს. ერთობლივმა ძალისხმევამ აწმყოში ეკლესია ააშენა. მომავალში კი ტაძრის გვერდით კულტურულ საგანმანათლებლო და სამუზეუმო სივრცე უნდა შექმნას. პროექტი პორტუგალიელმა არქიტექტორმა უკვე შეიმუშავა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი აი ამ შესანიშნავ საქმეში. ეს წვლილი არ არის მოგრძოლებული, ძალიან დიდი წვლილი არის. მომავლისთვის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი არის და ძალიან დიდი მაგალითი არის. ერთსულოვნება აშენებს ტაძარს, აშენებს ქვეყანას. და მომავალს საერთოდ ერთსულოვნება აშენებს. ეს ფაქტურად აერთიანებს მთელ საქართველოს, მთელ საზოგადოებას აერთიანებს, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის წმენის შენარჩუნებისთვის და მისი უფრო ღრმად გაცნობიერებისთვის და ნათლად გაცნობიერებისთვის, ქრისტიანული რწმენის გაღრმავებისთვის, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯები. საზოგადოება ივერიისა 2010 წელს მისი უწმინდესობის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით შეიქმნა და აქედან მოყოლებული უკვე წლებია ქვეყნისათვის არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. ვფიქრობ, თითოეული ადამიანისათვის, ვინც ამ საზოგადოების წევრია, ბუნებრივია ისევე როგორც ჩემთვის, გარდა იმისა, რომ ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, ასევე არის უდიდესი პასუხისგებლობა და ამავდროულად დიდი ფუფუნება. შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლის გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმეა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსთან ერთად ახორციელებს. საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით საზოგადოება ივერიისა საწყისიდანვე ჩაერთო გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-განვითარების პროცესში და უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას მისი არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე აფინანსებს ფრანგი არქიტექტორების მონაწილეობით დაწყებული გელათის კომპლექსის ახალი გენერალური გეგმის შემუშავებას, რომელიც მომავალში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფუნქციურ განვითარებას გულისხმობს. საზოგადოება ივერიის ძირითადი ამოცანა გახლავთ სწორედ ცოდნის და რწმენის ერთიანობის ჩვენება და ალბათ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ამაზე უკეთესი ადგილი ვიდრე გელათია არ არსებობს. სადაც გარდა დიდი ესთეტიკისა, რასაც ჩვენ დღეს ხედავთ, განსაკუთრებულ არქიტექტურას, კედლის მხატვრობას და მართლა უნიკალურ მოზაიკას, ამასთან ერთად აქ არის განვითარებული სამეცნიერო ცენტრი. გელათი არის ადგილი, სადაც საუკუნეების განმავლობაში ცოდნა და რწმენა ერთმანეთს ხვდებოდა. საზოგადოება ივერიისას მიზანია, რომ გელათის აკადემიას 21 საუკუნეში ცოდნის მიღებისა და გავრცელების ფუნქცია დაუბრუნოს. წარსული დღევანდელობაში გააცოცხლოს.
ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მიიღოს იმ პროცესში მონაწილეობა, რასაც ქვია დავითის ხედვის გაცოცხლება დღეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობა. მათთვის შესაბამისი ტექნიკურ-მატერიალური პირობების შექმნა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც საზოგადოება ივერიისა ზრუნავს. ეროვნული მემკვიდრეობა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ის რომ ჩვენი საგანძურის ასევე მოვლა პატრონობაში, მის წარმოჩენაში მონაწილეობს საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოება ივერიისა ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად ერთიანდება და ამ ერთობის კიდევ ერთი გამოვლინება იმ უნიკალური ხელნაწერების გადარჩენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა და დრომ ჩვენამდე მოიტანა. სწორედ შემოწირულობებით დაფინანსდა თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო ვიტრინების დამზადება, რომელშიც ხელნაწერებია გამოფენილი. გამოიცა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული პუბლიკაციაც ქართულ და ინგლისურ ენაზე. ერთ-ერთი მთავარი შედეგი ჩვენი თანამშრომლობისა არის ის, რომ გამოიცა არაჩვეულებრივი წიგნი ქართულ ხელნაწერებზე. ისე საინტერესოდ არის მასში წარმოდგენილი როგორც ტექსტობრივი თვალსაზრისით, ასევე ილუსტრაციების თვალსაზრისით ჩვენი ძველი ქართული ქრისტიანული მწერლობა წიგნში. პრაქტიკულად ყველაფერია თავმოყრილი, რაც ქართულ კულტურულ განძევლობას წარმოადგენს. საზოგადოება ივერიისა უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული ფასეულობითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ფართო წრეებში ამ ცოდნის გავრცელების საქმეში. დაიბეჭდა და გამოიცა წიგნები აფხაზეთი და შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური. მიზანი ეროვნული, ქრისტიანული მემკვიდრეობის შემეცნება და საზოგადოებასთან უფრო ახლოს მიტანა. ამ იდეას ემსახურება ჟურნალი გული გონიერიც. გული გონიერი ფასეულობით საგანმანათლებლო ჟურნალი არის, თითეული თემა იშლება ძალიან საინტერესო სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ. შექმნილია საპილოტე პროგრამა დიალოგები, რომელიც მოსწავლეებს აზროვნების საფუძვლებს ასწავლის. საზოგადოება ივერიისას თაოსნობით დაიგეგმა ქართული სიწმინდეების მოგზაურობა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეიქმნა ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიღვთომილი საქართველო და უკვე 2022-2023 წლებში დაიგეგმა ამ ხატით მოგზაურობა საქართველოში. პატრიარქის კურთხევით გადაწყდა, რომ ესეთი მომლოცველობითი მოგზაურობები უნდა დაწყებულიყო უცხოეთის სამრევლოებში და პირველი იყო იტალიის სამრევლო, მამა გაბრიელ აღსარებელი და სალოსის წმინდა ნაწილები გაბრძანდა და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ფაქტი არის, როდესაც ქართველი წმინდანის წმინდა ნაწილები გაბრძანდა უცხოეთში. საზოგადოება რწმენის, კულტურის, განათლების გარეშე არსებობს, ყველაფერს ამას აკეთებს საზოგადოება ივერიისა. საზოგადოება ივერიისას ნაწილი ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს. ამ დიდ ეროვნულ საქმეში კი ერთი აგური, თუნდაც ერთი ლარის გადახდით შესაძლოა დადოთ. ამით კი მომავალ თაობებს ეროვნული ფასეულობები და კულტურული მემკვიდრეობა სამუდამოდ შემოუნახოთ. გავაგრძელოთ ის, რაც საუკუნეების წინ დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია გახდე ამ ეროვნული საქმის თანამონაწილე. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.